გესწრებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში სიტყვები რაღაც ნამდვილად ვერანაირად ვერ გამოვხატავს ამ ამბავს, ამ დიდი ტრაგედიის მსხვერპლს, ოჯახს, მეგობრებს, კლასელებს, ნიკოლოზის ყველა ის ახლობას გულწრფელი სამძიმარი მინდა უთხრა, ზუსტად ჩემი შვილის ასაკის არის, ანუ ვერ წარმოვიდგენია ხო ორი დღეა, ძალიან დიდი სტრესია, პირადად არ არის აუცილებელი რომ იცნობდი ადამიანებს, უმძიმესი ტრაგედია ეს ყველაფერი და ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა. ამ დიდ ტრაგედიას წინ უძღოდა იგივე ზომის მასშტაბის ტრაგედია გორშიც, დედას და 3 წლის ანგელოზის გარდაცვალებაც, თითქოს ეს ყველაფერი ცხოვრების ნაწილი ხდება რაღაცნაირად, არ ვიცი ხომ მართლამემძის საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ეს ყველაფერი არის სამწუხაროდ საზოგადოების, მათ შორის ჩემი და რაღაც პირადად ჩემიც ამ შემთხვევაში რაღაცნაირი გულგრილობის დამსახურება და ის რაღაც სუბიექტები თქვენიც ახლა ახსენეთ რაღაცა აბსოლუტურად არაინტელექტუალურ საუბარში და აბსოლუტურად რაღაც გაუგებარი ეპითეტებით და შედარებებით ანუ ძალიან ისეთი კიდევ ერთხელ ვიტყოდი ამ ანდაზას, რომელიც უფრო მეორე ნაწილზე ვიტყოდი, ცნობილ თურქულ ანდაზას, თუ ოსმალურ ანდაზას, თუ ჯამბაზი შევა სასახლეში, ის კი არ გადაიქცევა ჯამბაზი რამეც სასახლე გადაიქცევა ცირკად. ანუ ჩვენ ვაკვირდებით ამ ქვეყანას, რომელიც ინსტიტუციურად ცირკად არის და დაბალხარისხიან საცირკო სანახაობების შეფასებების დონეზე გადავდივართ. ისეთ ტრაგედიებზე საუბარით, რომლის პრევენცია შესაძლებელია, ცნობილი ლექსისა არ იყოს გარდაცვლილი ცხონებული ნიკო გომელაურის ბოლო პასაჟის ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ყველაფერი არ მოსულა. ეს ყველაფერი რაც მოხდა და რამაც გამოიწვია, ეს ქალაქი ძალიან პატარაა, ეს ქვეყანა ძალიან პატარაა, ყველამ კარგად იცის ეს ყველაფერი და ახლა რაღაცა ხბოს ცრემლებით რაღაცა ჩუყებული ქარდები და ესე მომხდარიყო და იმას მოსხო და არა. ეს ყველაფერი არის წლების განმავლობაში დაგროვილი, ასე ვთქვათ, შეფარებული დანაშაულის და შეფარებული დანაშაულის ხელის მოთმობაზე გამოკვებილი სისტემური მოქმედებების ერთობლიობა. გორშიც ეს სტრატეგია ასეთმა შეფარებულმა და ხელმომთბარმა სისტემურმა დანაშაულმა გამოიყენა. 250 ჯარიმიანი ადამიანი, რომელიც უპრობლემოდ გადაადგილდებოდა, არ ვიცი, რამდენი შემთხვევა შეიძლება გაიხსენოს. იმიტომ უყურეთ ბოლო პერიოდის ადამიანმა. ეხანა ბოდიშით კიდევ ერთი მაქსიმუმ ვცდილობ რომ რაღაც ემოციურად არ გამომივიდეს და რაღაც ამ პროცესებზე უფრო განზოგადებულად იყოს ეს ჩემი პოზიციაც, რომელიც პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის პოზიცია რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს არის როგორც ცნობილი ეპითეტის არ იყოს, რაც არ ეპატიება საულეს, ცუდი გაგებით ამის, ესე გამოდის. ის 225 ჯარიმა მანამდე გაჩერებული ადამიანი, იგივე ადამიანი, რომელიც გაჩერა სამართალდამცავმა, მაგრამ ეგრევე მიიღო ზარები, მშობელთა კრებისგან და შემდეგ აღარ ეხებიან. ამ შემთხვევაშიც ამ ტრაგედიის გამოწვევი მიზეზი ყველამ კარგად იცის, თბილისი კიდევ ერთხელ ძალიან პატარა ქალაქია და დაახლოებით თუ ზუსტად დაახლოებით ყველა მიცის ამ ადამიანთან დაკავშირებული და მათ ეკოსისტემასთან დაკავშირებული ყველაფერი, ხო? ეს არის ყველაფერი ხელშეწყობილი, თითქოს ხელის დაფარებით გამოწვეული სისტემური დანაშაულის გამოწვევა, რომელიც სისტემურად არანაირად არ ხდება მუშაობა და შესაბამისად ეს ყველაფერი აუცილებლად ლოგიკურად იჩენს თავს. ისევე როგორც სისტემური უგულებელყოფა ბუნებრივი ესე ვთქვათ, პირობებისგან თავდაუცველობის, ამ ელემენტარული არ გაზიარების და ელემენტარული თავდაცვითი საჭიროებების არ შესრულება. იქნება ეს პატარა ჟუჟუნაწვიმა თუ იქნება უფრო სხვა, უფრო გლაციოლოგიური და ასე შემდეგ მოვლენები, რაზეც ხელის გულზეა ეს ყველაფერი. უმცირესობად ეს ყველაფერი არის ერთი და იგივე თარგის ნაწილი, რომელიც ადამიანებების სიცოცხლით მთავრდება, ეს ადამიანის პირადი ტრაგედიიდან უკვე გადადის საზოგადოებრივ და ქვეყნის ტრაგედიაზე და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სისტემური მიზეზ-შედეგობრივი კავშირის სამწუხარო შედეგი.
კი ბატონო ნიკა, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, რადგან ეს სიღრმისეულად შეეხეთ ამ თემას, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანისთვის ძალიან ემოციური საკითხი არის, რატო იცით, რომ აი დიამეტრალურად განსხვავდება ნებისმიერ საკითხზე შეფასება, ვთქვათ, საზოგადოების ნაწილის ხელისუფლების წარმომადგენლის. ეხლა რატო ვახსენეთ და ყაველაშვილის კომენტარით შევთავაზეთ საზოგადოებას, რომ ნეგატიური აქტი ასე აღწერა ამბავი, რაც მოხდა და ასევე თქვა, რომ ისე ხდებაო წარმოჩენა ყველაფრის, რომ გასაგებია კრიმინალის შემთხვევები არის გამოწვევა, თუმცა მიზანი არის, რომ არ ჩანდეს პოზიტივი და გამოჩნდეს ისე თითქოს ქვეყანა ინგრევა. აი ამ სურათს რა უნდა ეშველოს? აი მართლა გულწრფელად მაქვს კითხვა, იმიტომ რომ გამოსავლის მოძიება, მათ შორის შესაბამისი ზომების მიღება, ეს პრევენცია იქნება, სწორი ნაბიჯების გადადგმა, კანონის აღსრულება თუ პასუხის მოთხოვნა ხელისუფლების ხელშია, ნიკა ხო დამეთანხმებით და აი რაზე უნდა შეთანხმდეს საზოგადოება, რომ აქამდე შესაძლებელია არ მივიდეს ვითარება, რომ 250 ჯარიმიანი ადამიანი რაღაც თავისუფლად არ უნდა გადაადგილდებოდეს და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს და კიდევ ბევრი სხვა შემთხვევა. ეხლა მათ შორის ეს კაპანაძის ამბავი, მხოლოდ დედამ რა დეტალებზეც ისაუბრა, სულ რო აქედან ამოვიდეთ, ეს არაერთ კითხვის ნიშანს წარმოშობს, ხომ? რა შეგიძლიათ თქვათ ამის ირგვლივ? მოდით აი ამ კაპანაძეების თუ ამ ოჯახის თემაზე მე თავში შევიკავებ ყველანაირი შეფასებისგან, ფაქტია მდგარი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თბილისი და საქართველოს პატარა ქვეყანაა და თითქმის ყველაფერი იცის და ამ შეფასებებს მე არ გაუსწრებ. გასაგებია, დიახ. უმძიმესი ფაქტია, ძალიან ამ სუბიექტის განცხადებაზე გავჩერდებოდი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ინდიკატორი და ასე ვთქვათ, ლაკმუსის ქაღალდით იმისა, თუ რატომ ხდება ეს, რაც ხდება ახლა. თუნდაც ასეთი განცხადები, თუნდაც ასეთი კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, ვინც სრულიად გაუგებარი დიდი გაუგებრობის გამო არიან იქ, სადაც არიან და იქიდან საუბრობენ ისეთ გაუგონარ და ენით აუწერელ და ყურით გაუგონარ არ ვიცი რა ვთქვა, ამბებს, რომელიც არც ერთი ჯანსაღი საზოგადოებისთვის მისაღები არ უნდა იყოს. ეს ჩემთვის პირადად და ჩემი ოჯახისთვის ეს ყველაფერი მართლა შეურაცხყოფელია. აი ამ სუბიექტის რაღაცის გამოთქმები, არ ვიცი, პირადი შეურაცხყოფად ვიღებ ამას მე, როგორც ამ საზოგადოების ნაწილს. ერთი რომ ეს არის საუბარი ძალიან მძიმე ტრაგედიაზე და ვიცით ყველაფერი ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზებით. და იგივე შეფასებები გვესმის თუ განვაზოგადებთ ყველაფერზე. მეწყერის ჩამოწვაზე, წყალდიდობაზე, ჟუჟუნა წვიმის მოსვლით დატბორილ ქალაქებზე, ახლა კიდევ მეწყერი მოხდა, რომელიც პრევენცია ამ სახით შეუძლებელია, მაგრამ რისკების მინიმიზება იმ შესაძლო ზიანის, რომელიც მიგვადგა 99.8% შესაძლებელია. ამას ძალიან კონკრეტული კვლევები არსებობს და ამიტომ აღსრულების ნაწილი არის იმ ხალხის ხელში, ვინც თავის სპიკერად, ასე ვთქვათ, მოლაპარაკე თავად აყენებს აი ამ ასეთ ეპითეტებს. ხო, ეს კონკრეტული პიროვნება არ გვესაუბრება ჩვენ საზოგადოებას. აი ამ სუბიექტის სახით გვესაუბრება ერთი კონკრეტული ჯგუფი ადამიანების, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული ამ ქვეყნის მართვა და მართვას უნდა მიუბრუნდეთ. ამიტომ ეს ადამიანები ამ მართვას ხონად არ შეუძლიათ, არ იციან და არც აპირებენ შეცვლას. ერთადერთი გამოსავალი არის საზოგადოების კონსოლიდირების ნაწილი. კი ბატონო, ნიკა, მადლობა. აი სხვა თანხდებით რაღაცას. დიახ, კი ბატონო, მადლობა. მინდა რომ მოვასწრო ერთი ყველაფერი, აი ეს არის კი ბატონო. კარგით. ყულევის საკითხზე მინდა კითხოთ მოკლედ, არ ვიცი, სხვა რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით. უბრალოდ მოკლედ მინდა გთხოვოთ კომენტარი, საგარეოს განმარტებაც დაეწია ყულევის ქარხნის საკითხს და წუხილს გამოხატავს უწყება და იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედებაო, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. აი ამაზე გითხარით მოკლედ, რა მნიშვნელობის აქტია და შემდეგ დაგემშვიდობებით. კეთილი, ანაბეცები ძალიან მოკლედ თქვა. აქტის მნიშვნელობა არის უსაზღროდ დიდი, არა კონკრეტულად ის მხოლოდ ყოლები რომ არის აქ ჩაწერილი და იქ რამე შეეშალათ საგარეოს ხედვით. არამედ ის რომ 21 პაკეტი, რომელიც ყოველი ახალი სანქციების პაკეტი იზრდება თავისი მოცულობით და თავისი გავლენით, 21 პაკეტში თითქმის 10% საუბარი მსჯელობა არის ნახსენები საქართველოს და ქართული შემთხვევა. ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენთვის 21 პაკეტამდე სრულიად ეს პაკეტები მოიცავს
რუსეთის ხელშეწყობის მადის შემცირებას და რუსეთისთვის აი ამ აგრესიული ომის საფასურის გადახდის დაკისრებას. და ამ პროცესთან ყველა დააკავშირებული სუბიექტი, არხი, ფიზიკური პირი იქნება თუ ქვეყანა იქნება თუ ინსტიტუცია იქნება, მათთვის არის ეს ძალიან მძიმე დამღა, რომელიც რაღაცა 2 დღეში და 3 თვეში და 4 თვეში არ აიშლება. ეს არის ათობით წლებზეა გასული. და როგორც ებრაელ ხალხს ახსოვს ნაბუქოდონოსორის ვერაგობები და სიბოროტეები, ისე ემახსოვრებათ 1000 წლის შემდეგ მთელ კაცობრიობას რუსეთის აი ეს ძალმომრეობა და საშინელება. და ამიტომ ძალიან დიდი პრობლემაა, რომ საქართველოს სახელი, საქართველოს მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისაც გვინდა თუ არა გვინდა ჩვენ, ჩემიც, თქვენიც, ბატონო, ხვდება ამ პაკეტში და აი ამ მომავალი ისტორიული მეხსიერების პაკეტში ასე შევხედოთ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტულად ყურების შემთხვევაში და კონკრეტულად ამ გაფრთხილების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, იმედია ეს კომპანია მიიღებს ყურადღებაში ამ ნაწილს, თავისი ბიზნესის ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე და ეს მათი სუბიექტური გაწყვეტილება მიიღებენ ისეთ ზომებს, რომ უფრო მეტად არ დააზიანონ ქვეყანა, თუმცა ამ ნაწილში უკვე არსებული პორტფოლიოთი, იმიტომ არ დაგვაუწყდეს სანქციის პაკეტში როგორ არის მოხსენებული. კი ბატონო, მადლობას გადაგიხდით, დაგემშვიდობებით ნიკოლოზ